ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს, რომელიც რუსეთის იმ 10 მოქალაქის დასანქცირებას ითვალისწინებს, რომლებსაც უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობა ვეტოს მეშვეობით იცავდა. მათ შორისაა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი. უნგრეთის ახლად არჩეულმა მთავრობამ მიანიშნა, რომ ბუდაპეშტი მზადაა ევროკავშირს ამ პირების დასანქცირებას ვეტო აღარ დაადოს. ევროკავშირმა პატრიარქ კირილის შავ სიაში შეყვანა თავდაპირველად 2022 წელს სცადა, როდესაც ბლოკი მას რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერასა და პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებდა. თუმცა ვიქტორ ორბანმა ეს ნაბიჯი დაბლოკა და განაცხადა, რომ სანქციები რელიგიურ თავისუფლებას ზღუდავდა. ახლა კი ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ ვიქტორ ორბანის მემკვიდრე პეტერ მადიარი, რომელიც ცდილობს ვიქტორ ორბანის პოლიტიკასგან დისტანცირდეს, ვეტოს უფლებას აღარ გამოიყენებს. უნგრეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა და ახალი პრემიერ-მინისტრის ახლო მოკავშირემ მარტონ ჰაიდუმ ევრონიუსთან საუბრისას განაცხადა, რომ უნგრეთი არ შეუერთდება ისეთ სანქციებს, რომლებმაც შესაძლოა უნგრეთის ეკონომიკური სტაბილურობა დააზიანოს. თუმცა ისეთ შემთხვევებში, როდესაც უნგრეთის წინამთავრობა სახელმწიფოს ძალაუფლებას კერძო გარიგებებისთვის იყენებდა, ახალი მთავრობა არ დაბლოკავს ევროკავშირის ერთობლივ ძალის ხმევას რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს. ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის კიდევ ერთი მიზანია დაასანქციროს რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემები, რომლებსაც რუსეთი ნავთობის გაყიდვებზე დაწესებული შეზღუდვების გვერდისავლისთვის იყენებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ბლოკის წევრ სახელმწიფოებს ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ უფრო სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირი ჩრდილოვანი ფლოტის გემებისა და კონკრეტული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეტაპობრივად დაიწყებს. რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების 21 პაკეტს ევროკავშირი ივნისში წარადგენს, ხოლო მისი საბოლოო დამტკიცება 15 ივლისისთვისაა მოსალოდნელი.